ესეც უკვე მეცხრეა კვეთილი დამწყებებისთვის და ამ გაკვეთილშიც ძირითადად ვისაუბრებთ ფსიქოლოგიურ ნაწილში, იმიტომ რომ თავიდანვე მნიშვნელოვანია დამწყებებმა აი მნიშვნელოვანი რაღაცა გაიაზრონ, რომ აა რატომ სჭირდებათ სიტყვაზე გეგმა, რომ ტრეიდინგში გეგმა უნდა გქონდეთ, რაღაც სისტემა უნდა გქონდეთ და რაღაც დისციპლინა უნდა გქონდეს, რომელსაც გაყვება. რომლის მიხედვითაც ივაჭრებთ და ეხლა ზუსტად სწორედ ამ გაკვეთილში განვიხილავთ მაგ დეტალებს და ყველაფერს შევეხებით დეტალურად. ეხლა ნახე რას მოიცავს ტრეიდინგის გეგმა. მარტივად და მოკლე დროში მაქსიმალურად პრაქტიკულად რომ ჩავსვათ. სიტყვაზე ვაჭრობთ რაღაც კონკრეტულ ბაზარზე, მაგალითად გოლდზე ვაჭრობთ. უნდა ვიცოდეთ მარტო გოლდზე ვაჭრობთ თუ ევრო USD-ზეც ვაჭრობთ. მაგალითად, უკეთესი იქნება თუ ერთი მარკეტი იქნება, მაგალითად გოლდი და სულ ამაზე ივაჭრებ, მე მაგალითად გოლდი და ევრო USD-ზეც ვაჭრობ, მაგრამ ჩემნაირად არ ქნა, უკეთესი იქნება, რომ ერთი მარკეტი რაღაც აირჩიო, შენი ცხოვრებიდან გამომდინარე და ბევრი რამიდან გამომდინარე შეიძლება იქ აირჩიო და მაგ ერთ მარკეტს ბოლომდე გაეცნო რა, ბოლომდე ყველაფერი იცოდე მაგ ერთ მარკეტზე და რა უნდა მეთქვა ეხლა. ხო, რომელ მარკეტზე ვაჭრობთ, სიტყვაზე ვიცით, რომელ მარკეტზე ვაჭრობთ. უნდა ვიცოდეთ, რომელი დროები არის ჩვენთვის კარგი, იმიტომ რომ სიტყვაზე საქართველოს დროით 11 საათიდან ტოპ სტეპზე ყოველ შემთხვევაში მაგ დროს ვიწყებთ ვაჭრობას და საღამოს 8-9-ზე შეიძლება ტრეიდო და მერეც, მაგრამ შენ მთელი დღე ხوار იჯდები ჩარტზე რა, უნდა მოძებნო შენთვის კარგი დროები, რომელი არის სიტყვაზე საღამოს ნიუსები არის 6:30-ზე იხსნება მარკეტი და მაგ დროს 2 საათი მაგ დროს ხარ კარგი მარკეტზე და მაგ დროს იცნობ კარგად მარკეტს თუ დილით 11-დან რაღაც პირველ საათამდე არ არის საჭირო მთელი დღე იჯდე მარკეტზე რა, 2 საათი რაღაც დრო უნდა გქონდეს არჩეული 2-3 საათი მაქსიმუმ, მაგალითად ჩემ შემთხვევაში ეგ არის 11-დან სადღაც პირველი 2 საათამდე, სადაც კარგად ვხედავ მარკეტს და ვიცი მაგ დროს როგორ მოძრაობს ხოლმე გოლდზე. უნდა გქონდეს ეგ ორი. ასევე მინდა მოგიყვეთ სავაჭრო პლატფორმა XT-ის შესახებ, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ ფიუჩერსებზე. XT არის ყველაზე სანდო პლატფორმა კრიპტობაზარზე და ჩვენი ლინკით რეგისტრაციისას მიიღებთ $30 სავაჭრო კაპიტალს და პლუს $50 ვაჭრობის შემთხვევაში, ესე რომ დარეგისტრირდით xt.com-ზე და ივაჭრეთ ფიუჩერსებზე უსაფრთხოდ. რაღაცა ასევე უნდა ასევე სტრატეგია უნდა გქონდეს, რომელსაც აქ სტრატეგიის სექციაში გავავლით და მაგასაც შეისწავლით. სტრატეგია უნდა გქონდეს, რასაც გაყვები დეტალურად და არც ერთ წესს არ დაარღვევ. თუ ეგ არ მოხდა, სულ რომ შენი მიმართულებით წავიდეს ტრეიდი, მაშინ მაგ შემთხვევაშიც არ გახსნი. და კიდე წინასწარ უნდა იცოდე, რამდენს რისკავ ყოველ ტრეიდში, მაგალითად, ყოველ ტრეიდში რომ გარისკო $300, მეტი არ გარისკო არც ერთ ტრეიდში. თუ იცი რომ ამ ტრეიდში $300 რისკავ, ყველა ტრეიდში ერთი და იგივე თანხა უნდა გარისკო. უნდა იცოდე ყველა ტრეიდში რამდენს რისკავ. იმიტომ რომ რისკ თუ რევარდზე ბევრი რამაა დამოკიდებული, რაზეც წინაზე ვისაუბრეთ და იცი კიდეც. ხო, კვირის და დღის რუტინა უნდა გქონდეს, უნდა იცოდე წარსული გამოცდილებებიდან რომელი დღეები არის შენთვის კარგი დღეები, მაგალითად პარასკევი არ არის ხოლმე ტრეიდინგში კარგი სატრეიდო დღე და არც ორშაბათი, მაგრამ ორშაბათს ხანდახან მაინც შეიძლება ვაჭრობა. პარასკევს იშვიათად ძალიან. ორშაბათს და პარასკევს თითქმის არ არის ხოლმე იდეალური, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი კარგია ხოლმე. შენ უნდა იცოდე რომელ დღეს კარგი ხარ, სიტყვაზე უნდა გქონდეს მონიშნული რომელ დღეებში კარგი ხარ. ვაჭრობის დროები უნდა ვიცოდე, რაც ვთქვით და უნდა იცოდე როდის გექნება დასვენების დროები და ეგ მნიშვნელოვანია. ანუ ტრეიდერისთვის ძირითადად მნიშვნელოვანია დასვენებაც და ყველაფერი რა, თუნდაც ვარჯიში. ხო და ეგ დროებიც უნდა გქონდეს განსაზღვრული, რომ აი ამის იქით უკვე მორჩა აღარაფერი, რაღაც ახლა რასაც გინდა იმას გააკეთებ სიტყვაზე რა. ეხლა დისციპლინა ძირითადად ამ მიმართულებით არის ის, რომ ველოდებით იმ სეტაპებს,
რაც არ უნდა მოხდეს იმ სეტაპს ვლოდებით, რომელიც სტრატეგიაში გვაქვს და რომელსაც გავუვლით და არანაირად არ ვჩქარობთ, ანუ ის მიდგომა არ გქონდეს, რომ მალე გავაკეთოთ რაღაც რა, მალე გავაკეთოთ ფული სიტყვაზე. არამედ მივუშვი რა, არ აქვს მნიშვნელობა როდის იშოვი, მთავარია რომ იშოვი, უბრალოდ სტრატეგიას თუ გაყვები, უფრო ბევრად მალე იშოვი, ვიდრე რომ იჩქარო. თუ სადმე გეჩქარება, არ გამოგივა რა, არამედ უნდა იყო შვიდად ამ საქმეში. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი, უნდა იცოდე ნიუსები, რომელზეც შემდეგში მე მგონი ცალკე კვირასაც გავავლით, ეხლა აქ რო არ შევეხო მზე, რომ აი კვირისთვის სულ ეს იყო და შემდეგში უკვე ამის შემდეგში არა, მაგრამ შემდეგებში ნიუსებს გავავლით.